10 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქო რეზიდენციაში განცხადება გაკეთდა. მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. როგორც განცხადებაში ნათქვამია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება აღნიშნულ საქციელს. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება. მიგვაჩნია, რომ გუშინ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა. ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის და ბუნებრივია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება მას. სხვადასხვა კონფესიების ურთიერთპატივისცემის გარემოში თანაარსებობა საუკუნეების განმავლობაში დამახასიათებელი იყო და არის ჩვენი ყოფისათვის. ყველამ ვიცით, საქართველოს უდიდესი მეფე, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი დავით აღმაშენებელი, როგორი პატივისცემით ეპყრობოდა სხვა რელიგიების წარმომადგენლებს და მათ შორის რა თქმა უნდა მუსლიმებს. ეს არ იყო მხოლოდ მისი პოზიცია, არამედ მთელი ერის განწყობა, რაც თავის მხრივ ჩვენ თანამემამულე ისლამის მიმდევართ და სხვათაც სიყვარულით განაწყობდა მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და ზოგადად ქვეყნისადმი და ქმნიდა ტოლერანტულ გარემოს. გავიხსენოთ თუნდაც ერეკლე მეორის გვერდით მებრძოლი ბორჩალოელი მუსლიმები, რომელთაც დასდეს თავი ჩვენი ქვეყნისათვის. ასეთი მაგალითები საქართველოს ისტორიაში სხვა ბევრია. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. სულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და მათ შორის მუსლიმებთან. ასევე საუკეთესო ურთიერთობაა დამყარებული ისლამური ქვეყნების მეთაურებთან და სულიერ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, ქუვეითში. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე წელია პერიოდულად მომსწრენი ხვდებით გარკვეული ძალების პროვოკაციული მცდელობებისა, რომელთა მიზანია საქართველოს და საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია. ახლაც იგივე მდგომარეობა ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ მომხდარი ერთი მხრივ დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწვევით ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და მეორეს მხრივ თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაერო სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს. რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფესიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და მით უმეტეს რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს. ჩვენ წინაპრებს ამგვარი ცხოვრებით არ უცხოვრიათ. საქართველოში რელიგიათა შორის კეთილგანწყობა სწორედ ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთისადმი ანგარიშის გაწევას ემყარებოდა. ფიქრობთ, რომ ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა იქნეს შენარჩუნებული. ამისთვის ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, ერთად უნდა ვიზრუნოთ. ხელისუფლებას კი ჩვენი მხრიდანაც ვთხოვთ დროულად გამოიძიოს აღნიშნული საქმე. საქართველოს თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარე სტუმრობს. დოქტორ მეჰმედ გიორმეზის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა სინოდის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ განმარტა ვიზიტის ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრაა დაგეგმილი. როგორც ცნობილია, მხარეები თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მოვლა პატრონობის საკითხს განიხილავენ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ორმხრივი კომისიის შექმნაც იგეგმება. დოქტორ მეჰმედ გიორმეზის ვიზიტი საქართველოში 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართული ერისთვის მნიშვნელოვანი სიწმინდეები არსებობს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ისინი ითხოვენ ყურადღებას, არქიტექტურულ ზედამხედველობას და ამავე დროს ქართველი მომლოცველების და ასევე ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. არის კიდე სხვადასხვა საკითხი და ამ ყველაფერზე გაემართა საუბარი ანკარაში ჩვენი დელეგაციის სტუმრობისას. საპასუხო ვიზიტიც ამ საკითხებს შეეხება
ერთ-ერთი საკითხი არის ორმხრივი კომისიის შექმნა, რომელიც დაამუშავებს ყველა საკითხს, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ქართულ-თურქულ ურთიერთობებში და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დოქტორ მეჰმედ გიორმეზის ჩამობრძანება საქართველოში და მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან იქნება ნაყოფიერი და სიკეთის მომტანი.